ეს ალო, არ ბახტა და ფულცე ბახტა. არა, თაკო, არა. მოგესალმებათ ბუნკერი, თავისი უცვლელი წამყვანებით, კვიტო, ქალთაბედნიერება და ნიკოლოზი. მესამე გადაცემიდან ქალთაბედნიერება აღარ მერქვა. მესამე გადაცემიდან ქალთაბედნიერება გახდება. მოკლედ, დღეს არის ჩვენი მეორე ეპიზოდი. საიუბილეო. საიუბილეო საერთაშორისო ეპიზოდი. საიუბილეო მეორე ეპიზოდი გვაქვს დღეს და ძალიან გვიხარია, რომ უკვე ამდენი ხანია, რაც ამ გადაცემას ვაკეთებ. უკვე ამდენი ხანია, რაც ერთსულოვნად ანგელოსთან ერთმანეთის გვერდით ვართ. ეს ძალიან გვაბედნიერებს, ვიცით რომ თქვენც და ჩვენ ამით კიდე უფრო მეტად ბედნიერდებით. მოკლედ, დავამატებ რომ ეს არის საერთაშორისო ეპიზოდი. საერთაშორისო. მე დავამატებ რომ გლობალზეა. წინა გადაცემა თუ მოგეწონათ, დაალაიქეთ. მე ზიზღება ამის თქმა, მაგრამ უნდა გითხრათ, იმიტომ რომ თქვენი პათხალიმიზმი არის ჩემი მოწოდების ერთ-ერთი წარმომადგენლის ცოტა მომეხმარეთ. გამოიწერეთ არხი უკვე 100 გამომწერზე ვარ, სხვათა შორის. ერთ გადაცემაში 100 არა, მართლა ხუმრობის გარეშე მე არ მქონდა ბოლოები მაგ სტატისტიკაში. ყველას ვეზიზღებოდით, ჩვენ გვეგონა, მაგრამ თურმე 100 ადამიანს არ ვეზიზღებით. მე მართლა არ მქონდა მოლოდინი რომ მე მეგონა 50-ს ავწდებოდი. ჩაწერის მე 100 გამომწერი და სადაც მასუნდა რომ გამომწერი მეგონია რომ დამკევია და თავი გამიგები. საღამოს ყველას თავისებური მოლოდინები. გადაცემის გარშემო. ინტერესოა. მოიცა. ეხლა იცი რა მაინტერესებს? ის აღვნიშნოთ ბუკას რო გუში დაბადების დღე ქონდა? მანამდე რაღაცებს ვაპირებდი, მაგრამ აღვნიშნოთ. აღვნიშნეთ. გამოიტანე. აღვნიშნეტრიანი არა. კიდე უსმათ მე. პოპ და კოქტეილები დავახვედრო. ეს დაგაყვედრო. ეგრევე. აი ესე აღვნიშნეთ. ძალიან ლამაზი შესავალია, ბევრი რამის თქვა მინდოდა და ვერაფერი ვერ თქვი და ზუსტად ეს არის ამ რა ქვია გადაცემა ეპიზოდით, რაც ქვია ამის გაგზავნიო ჩვენს ერთგულმაყურებელს. ჩვენს ერთგულ ფორმეტ მაყურებელს ვიყოთ გაზეთი. რაღაცები გამოვასწორეთ, მაგალითად ქალთაბედნიერება ლურჯი აღარ არის და უკვე რაღაც ადამიანის ფერზე დაჯდა. კი. ლოგოც გავასწორეთ და ჩანს, ტილოც დავითრიეთ და სუფთამაგი დაგვაქვს და პინგვინი დაგვემატა. პინგვინით შემოგვიერთდა. ასე რომ წინ მივიწევთ გიჟებივით. ამ ტიმის პოლიტიკური დატვირთვა ხო არა აქვს რაიმე? არავითარ ძალიან კარგი. გეებმა გვაჩუქეს. წინაზე რომ გეებს. მადლობის ნიშნად. გეებს არ შევეხეთ ცუდად და სტიკერი დაგვემატა კიდე ბუნკერის. ხო. მარკეტინგული რეკვიზიტები ძალიან კარგია და მოკლედ ვითარდებით და თქვენ ნახეთ მეხუთე გადაცემაში როგორი განვითარებულები. ქისაჯიზე იტყვი რამე ეს? თქვა? მოდი ვთქვა, თუ კიდე შენ თქვი. მივამატეთ დონაციის ლინკი, უსაფრთხოა ნებისმიერი ბანკიდან და ნებისმიერი ქვეყნიდან შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია ჩვენ არხს მოეხმაროთ. თან იქ არის შეგიძლიათ პატარა კომენტარიც დაურთოთ, კითხვა ან გინება ან რო აქ რაღაცა ჩაუსხათ ქალთაბედნიერებას და გავაჟღერებ. სპონსორი არ ყავს და ამიტომ ეს კონცეპტუალური პროტესტის ნიშნად ხურდებს ჩავყრით ბოლოში. აუ ხურდა როგორ არა, მოიცა? როგორ არა? ჩავყარ. გააქურდები? კი. ცოტა მომერე ლიტვისთვის მე. აჰა. არა, პასტა მჭირდება. გამერე გამოიყო. ხო. და შეგიძლიათ დონაცია გავუკეთოთ. ჩვენს ანგარიში არის 20 თეთრი და 1 სანტიმეტრი. მოგვეხმარება იმისთვის რომ განვავითაროთ ჩვენი სტუდია, ჩვენი არხი, ჩაუსვათ ერთ-ერთი დამოუკიდებელი. მოდი კვირის ფული შევაყენოთ. და როგორც ბუკამ თქვა წინა ეპიზოდში შეკითხვის დასმა თუ მინდათ 5 ლარია, პასუხის დაბრუნებაც თუ გჭირდებათ. ტაკო. მოდი ტაკოსაც ვიცეთ. მიკროფონი. შეგიძლიათ 5 ლარი დაადონატოთ და შეკითხვა გადადონატოთ. კი, ეგრე არის, ეგრეა. კი, ეგრე. მოკლედ 5 ლარი ქისაჯიზე გამოვუშვით. თუ გინდათ რომ ქალთაბედნიერებამ წაიკითხოს შეკითხვა, 2 ლარსაც თუ დაამატებთ, თანაც გიპასუხებთ ამ შეკითხვაზე. ეხლა უკვე შეგვიძლია შესავალი დავასრულეთ და დავიწყოთ. კი ბატონო. ეხლა ჩვენ წარდგენა და შესავალი და ეხლა მოდი მიმოვიხილოთ
როგორი ტიპის გამოხმაურება ქონდა, რაღაც ჩვენ სანაცნობო წრეებში, სამეგობროში, სათანამშრომლოში და აშო ჩვენ პირველ ეპიზოდს რა. ვინმე გითხრა რომ თქვენ სულ გამოყლევთ აი რაღაცა. ორივე რა, ორივენაირი კომენტარი მოვისმინე, ერთმა სულ ორი კომენტარი მოვისმინე. ერთი ადამიანისგან. 2 საათიან დაშორებით რა кай იყო. შეიძლება და ბოლომდე ვიცი. რას მაყურებინ? არა, მოეწონა ყველას რა. ყველას რა იხა მე მინდა რა უფრო კრიტიკული პროლეტარებს მიმართ. კრიტიკული აზრი არ მომისმენია და ყველაზე მეტად მე კრიტიკული აზრის არა, კრიტიკული აზრით მოვისმინეთ. ხება და ლანძღვა ერთნაირად კიდია რა. ხონდა საუბარი იმაზეც რომ ჩვენ უნდა გაგვეთვალისწინებინა ეს კრიტიკული აზრი. კი. ყაყანთან მაგრამ ზუსტად დაკავშირებით. 15 წამი გაგრძელდა ჩვენი ეს მზაობა კრიტიკული აზრის მოსმენის მიმართ. 15 წამში და არავის არაფერს არ მოусმენთ. არა. საერთოდ არაფერს არ გავითვალისწინებ. მე უბრალოდ მაინტერესებს. ანუ ერთადი მაინტერესებს კონსტრუქციული კრიტიკა, რომელსაც არ გავითვალისწინებ. და ჩარიცხვა. ხოდა მაინტერესებს სპონსორები და ფული. ჩარიცხვა. ჩარიცხვა. ხო, ეს ჩვენი დამოკიდებულება. შენთანაც ან ძალიან დადებითი გამოხმაურება იყო. გულშემატკივრობენ, გვამხნევებენ ძალიან. გამხნევებასაც აქვს თავის ფორმა. იყო რაღაცა ხო, მოვიხოთ, შენთან როგორი ფიდბექი? ჩემთანაც ძალიან კაი ფიდბექი იყო, რა თქმა უნდა, ბუკას სილურჯეზე აქტიურად კეთდებოდა კომენტარები, რომ ესეთი ლურჯი ფერი როგორ უხდება და როგორ შეიძლება რომ ყველაფერი უხდებოდეს ამ ადამიანს, ეს კომენტარები იყო აქტიურად. ძალიან დიდი მადლობა. კი, ხალხს უყვარხარ, ქალებს განსაკუთრებით და ჩვენ ყაყანზეც იყო ცხადია კომენტარები და მოკლედ ნელ-ნელა ზემოთ აღნიშნე განმეორდები, ვითარდებით, დავაცადოთ ერთმანეთს. ამიტომ რადიკალურად არ გავითვალისწინებთ და არავის არაფერი არ დავაცადოთ. მე მაგაზე მაქვს ერთი ისა რა, მოსაზრება, იმიტომ რომ მე მაქვს ბევრი გადაცემა ისეთი ნახე, სადაც რამდენი? 2+ მეტი წამყვანია, 4-ნახევარზე მეტი წამყვანია. 4-ნახევარზე ნაკლები. 4-ნახევარზე რამდენი გადაცემა? მე ყოველთვის 4-ნახევარზე გადაცემა. 7 გადაცემა თავიდან ესე 4-ნახევარზე მეტი წამოვიდა. არსად არავინ არ ასდის ერთმანეთს საუბარს თუ რაღაცა განსაკუთრებულად აკადემიური ხალხი არის მაგიდას რა. დანარჩენ შემთხვევაში სუყაყანია თუ რა დოზიცვა შეჭიმა რა. აი აგენანება თუ რა. აბა მე აღარა მაქვს არაფერი. ხო, ეხლა აქ მე მიწერია რომ შემდეგი არის ერთმანეთის მოკითხვა. აბა, ბიჭებო, როგორ აღარ? აი ეს ყლეობა, ფარისეულობა. ვითომ ამ წამს შევხვდით ერთმანეთს და ოჯახში როგორ ხარ? არა, არ ფარისეულური მოკითხვა. ხო, არ. კაი, ეს ამუშავოთ და აღაზრდოს აღარ გავაკეთოთ. კარგად ვართ. აუ, მაგის თქმა დამოგვიწყდა. ნაგვიდან ამოღებული ინფორმაცია. ყველას აინტერესებს რატომ ბუნკერი, იმიტომ რომ რასაც აქ მოისმენთ, უმეტესი ამბავი ნაგავზე გექნებათ, ნაგვის ურნაში გექნებათ გადასაყრელი. ჩასაყრელი. ხო, ეს მნიშვნელოვანი არის რა. კაი, და დავიწყეთ. მიდი. ეგეთი სიახლე გვაქვს მეგობრებო, რომ ილონ მასკი, იცი რომელია ილონი? კი. ილონ მასკი აყალიბებს ახალ პარტიას, ამერიკის პარტია და წერს რომ დავდიოდით ერთად მე და ილონი. რა საპირე? ხო და 4 ივლისს X-ზე ჩაატარა ჯიგარმა ონლაინ გამოკითხვა, მონაწილეობა მიიღო 1,248,856 მომხმარებელმა. და კაროჩე გადაწყვიტეს რომ დავაი შებერეო ილონო რა. მოდიო მთავრობაშიო? მოდიო. აი მოდიზე კარგად აკეთებ. მოვიდნენ. შალვა ნათელაშვილს და ალეკო ელისაშვილს მოისაზრებს. შალვა ეყოლება? ან ინგლისური მაგან ძალიან მაგრა იყო. კი. იცი რის მერე დაევასა თურმე? აი Down with dictator. ეს იყო სულ. კიდე ის შეიძლება მაგაზე. იმის რომ საქართველოს რაგბის ნაკრებმა ტესტში ტესლად გადავიტანა. ირლანდიასთან დამარცხდა 5-24. არა უშავს, შენ არა უშავს? არ ვაფშე არაფერს არ უშავს. უელს რომ მოუგეთ და რა. ვერ ვერკვევი და ირლანდია ძლიერი. ძალიან. ყოველთვის ხო ვერ მოიგე. რაგბში მეც ვერ ვერკვევი. იცია ფეხბურთის გარდა არც ერთ სპორტი. მაგრამ უშინ რეალი ძალიან დაჩაგრა. ლამაზად გამოისვეს ფრანგებმა და რა დავაუწყდა. შენი ქავერზე მოგეწონა შენი? ძალიან მომეწონა ქავერი. რეალზე გამახსენდა. ხო, ქავერზე ვილაპარაკოთ. ქავერი შევქმნით. ავტორი ვინ არის? მე. და AI. მე და AI. შენ და AI მგაგეთ? აბა ვინ და იმას ეთანხმებით რომ ხელოვნური ინტელექტის აქტიური გამოყენება ნამდვილ ინტელექტს ანადგურებს? კი. სხვათა შორის რაღაცა მსგავს დამოკიდებულებებზე და ადამიანებში ამ ხელოვნური ინტელექტის აღქმებზე და მოგინებზე მოусმინე ძალიან ისეთ საინტერესო ვერსიას, რომელიც ან მე აქამდე ეს წყარო რა არის? წყარო არის ესეთი ქართული სასულიერო პირი საუბრობდა რომ რაღაცა დამოკიდებულება რო არის რომ ეს აუცილებლად მეორედ მოშვლასთან და აპოკალიფსთან ასოცირდება და სატანისტურია და რაღაცა
არა, მაგას იწევს ცოტა გაზარმაცებას იწევს, მაგრამ ანუ ესეთი ვერსია გააჟღერა ამ ადამიანმა, რომელსაც ძალიან საინტერესო ვერსია იყო, ჩემი აზრით და მე მგონია რომ თქვენს დამეთანხმებით. არ გეთანხმებით. უკვე მაშინ აღარ ვიტყვი. დაამთავრე. იქნება დაგეთანხმება. ანუ იქნებ ეს არის შესაძლებლობა იმისკენ, რომ ადამიანებმა ის საქმე, ის რუტინული, ის რაღაცა დაპროგრამებული საქმე, რომლის კეთებაც მაგაში გეთანხმებით. სიამოვნებას არ გვანიჭებს და ჩვენი ცხოვრების უდიდეს მაგას მაყუთი ექნება აღებული მაგას. უდიდეს მაყუთი ეგ აღებული. იქნებ დროა, რომ ეს ყველაფერი აკეთოს ხელოვნურმა ინტელექტმა და ადამიანმა რაღაცა სულიერ საზრდოიდან გამომდინარე სილიკონის აკეთოთ ისიც რო გეზარება უკვე და ის კნოპკას რო აჭე. გასხმევინებს. ბიჭო, არა, ეგ იგი ადამიანმა აკეთოს ის რაც მის რაღაცა სულიერ სამყაროსთან უფრო ახლოს არის და მაგას ემსახურება ხელოვნური ინტელექტი. აურა გავისუფთავოთ ასე ვთქვა. კი, და ვითომ მივმართოთ მარტო ჩვენ ვაკეთოთ ის რაც ჩვენ ჩვენაც ჩვენ გვინდა. სიამოვნებაში შეგრევა. ესე არ მოხდება რა თქმა უნდა. მაგრამ რეალურად კარგი გამოყენება ამ ყველაფრის ბიჭო, ყველაფრის შეგრევა. იდეალური იქნება. ძალიან თუ რა ვიცი, კაცობრიობა და ადამიანი ისეთი განვითარებისკენ მინისტრობის, მაგრამ ანუ რაღაცნაირად ჯერჯერობით ისეთი პირი უჩანს, თუ არ უჩანს. მიდი კაცდი, მუდაროდ ცოტა ხანის გავიჭედო. უჩანს. ანუ უფრო რაღაცა ომის და გასაჟლეტად და უფრო რაღაცა ძირითადად მაგის ანუ ჩინელებმა ფეიერვერკი გააკეთეს მე და ეგ იყო პირველი ხელოვნური პირველი არა ხელოვნური არა ჩინელებმა მოიგონეს დენთი იმისთვის რომ ფეიერვერკი გააკეთეს და მე ვიღაცა ხარეს და დაყვა როგორი ექსპერტული ვიღაცა კალკულატორი მოიგონა კალკულატორიდან მე დრონებში ჩავუდგეს და დაბომბე ერთმანეთი დავხოცეთ დედამიწას ვესროლეთ ეგ ეგრე არის კი ადამიანის რუსებმა იქ ცარი ბომბა 60-იან წლებში აიფეთქეს ხო ბირთვული იარაღი შეგვეძლოთ საერთოდ სხვა რამეში გამოგვექნებინა მაგრამ ერთმანეთს ვესრით მინდა რომ აი ვერ ვითმენ იმდენად მინდა რომ ერთი საოცარი სიახლე, ანუ ეს კვირა სულ რაღაც დაძაბულობებით იყო. არ გავიდეთ, მაგრამ არა გვაქვს ინტრიგა არა გვაქვს. არც ტანზე არ წარიელი. ისე მინდა გავაჩნდე, რომ ისე მინდა გაზაფული. შემიძლია. ზაღაცა ძალიან დაძაბული კვირა იყო და ხო რა სემდიანი ამბები და ხო მეც აი ნუ მეთქი ღმერთო აი რაღაცა იქნება გამახაროს იქნება რაღაც და აბა თუ გამოიცნობთ პუპის კოსტუმი ვის ქონდა მორგებული ეს ის არის ხო იმედს რომ მეგა შოუ სასწაულ შოუ პუპის ანუ პუპის კოსტუმი მიგ ჯაგერი არა ამიოთი თანოსი. პუპის კოსტუმი მორგებული ქონდა თათული ედი შერაშვილს. ვაუ, მართლაც რო აი ეს ამ გადაცემის რეიტინგი საერთოდ იმზედაც დომელი თავიდან ბოლომდე მაგ გადაცემას მოდათლარზე. პუპის ამიდან ლოგიკური გადასვლა მინდა გავაკეთო და უნდა გითხრათ რომ ფარდი შაჰი და ტახტის მემკვიდრე 17 წლის კადიროვის ქორწილი როგორც პოლიტიკური ჟესტი. ეს იარაღი რო გადმოგვიყვეს. ჩეჩნეთში, ანუ გასულ შაბათ კვირას მოხდა რუსეთის ჩეჩნეთის რესპუბლიკის. ეს რა საინტერესო წერია რუსეთის ჩეჩნეთის რესპუბლიკის. ჩეჩნეთის რესპუბლიკა მაგარი. მეთაურის 17 წლის ვაჟის ადამ კადიროვის ქორწილი გაიმართა სხვათა შორის. არ ვიცი თუ არა. ადამი დაარქვა ადამ სენდლერის საპატივცემულო. მართლა? კი. ეს საკმაოდ ცნობილია. თუ ადამ მიცკევიჩის გამო. არა, სენდლერის. ადამ სენდლერი არის კადიროვის საყვარელი მსახიობი. ევას საყვარელის გამო. ანუ სერიოზულად გეუბნებთ ყველაფერი სახალისო სახალისო უნდა გახადოთ. ჩეჩნეთზე არ ვხმობთ. გიჟდები მაგ ოჯახზე მინდა რომ კარდაშიანებივით სულ გადიოდეს მაგათი გადაცემა. რა გვარები არიან? კადიროვი. ხო, საკაიფო. აი გადაცემა. როგორ აი რა იქნებოდა? კადიროვი. პრომო რა იქნებოდა? ქუდი იქნებოდა რა სიძახის ხომ ეგ მაგათ? დონ იქნებოდა დაჭრილი რა რაღაც DJ-ით დონ რაღაცა ეგეთი კურიერი გამო მარაზმი იქნებოდა რა. ხო, მოკლედ ეს სიამოვნებით ჩაუждდებოდი კადიროვის ოჯახს. გამაზიანზე 70 ლარად უყურებდი რა. ჩვენი გადაცემა 100 ლარად შეფასებულია დღეს. რა ვიყიდოთ 100 ლარად? შაურმები ვიყიდო და ვეგეტარიანელებს დავურიგოთ.
ვეგანები ვიღაცები ხო მტერი გჭირდება, ჩვენ გადაცემა გჭირდება, ჩვენ უნდა გამოვიგონოთ მტერი. ყველაზე სუსტი მტერით მოვიგონ, დავიწყოთ რა. ვეგანებით დავიწყოთ. ფიზიკურადაც სუსტები არიან. ხო რა. ვეგანებს დავარტყათ ხოლმე თავიდან. მე ცოტა რა პრესტიჟული და უფრო ძლიერი გადაცემა ვიქნებით, მე უფრო მე ყაზბებს დავარტყათ. ყაზბებზე არ ვიცი, ყაზბები ვინებიან? ყასაბი ხო ის წრე. ყაზბი გენდაზდი. უფრო ვიწრო წრე არის. და პროსტა ფული არ აქვს რომ უფრო დავუვიწროთ. ვეგანებს რომელსაც მარცხენა ყური აქვს მარტო გაყრეფილი. შავკანიანი ვეგანები რომელსაც მხოლოდ მარცხენა ყური აქვს გაყრეფილი. საშინელება. ვა, ბიჭო, გადავბჟიდი. ცხოვრებაში პირველად როგორ შემეში და იცი ვეღარ ამოვისუნთქე ეგრე ვასიჭიმა მთელი ცხოვრება როგორ არსება ყველა და გაციმოგიმედით ემო აი ეხლა მაგიარეს ახ ემპათია არის ძლიერი შეცდომა კარგია ტრები ყავს კარგი მოდი ჩემი გადადი შემდეგზე შემდეგი ისევ ლოგიკურ ბმას გავაკეთებ და მოსკოვში ფრანგული რენოს ყოფილი ქარხანა მოსკოვის გამოვუშვა. მოიცა როგორ ყოფილი მოსკოვში? კი 2022 წელს რენო გავიდა. ანუ რენო აღარ არის ფრანგული გაყიდე? არა, შეჩემო მოსკოვში. წარმოება რუს ერთად უთხრათ. გავიდა და ისევ დაბრუნდა. ფრანჩაიზი. არა, არ დაბრუნდა, არა. უბრალოდ რენო გავიდა, მოტია შემოვიდა. ოღონდ გავიდა. რენოს რულით შემოვიდა. და ერთ საზარელი ამბავიც როძინა მატზავიოთ. ამ ზეგში კანდაკების თავში იპოვეს მოსკოვის უნივერსიტეტის რექტორის ცხედარი, რომელიც ანუ მინდა რომ გააგრძელოთ თქვენი რომელიც ეძებდა დედამის. დედამის როძინა მატზავიოთ. დედამისის თავში ეძებდა სამშობლოს. მაიკლ მეცენი მოკვდა. კი. ყველა საყვარელი სახიობი იყო მაკულატურადან გვემახსოვრება ყველა სექსი. მაკულატურადან არა. მე სკოლიდან. მაკულატურა შეგონია. არა, უბრალოდ ამერიკა. სოფიან ძაღლებში და მოკლედ ტარანტინოს ერთ-ერთი საყვარელი სახიობი იყო და მაგაზე მქონა ფაქტი ერთი რა, სახალისო. აბა fun fact-ი რომ მაკულატურაში ჯონ ტრაუტას როლი თავიდან იყო დაწერილი ამისთვის. მაგრამ ის რაღაც სხვა კინოში თამაშობდა არ ეცალა და მე არჩიეს ჯონ ტრაუტა. რომელ კინოში ხوارგოს? მაკულატურაში. ჯონ ტრაუტას როლი. მე არ ვიცოდი. მე ხა წავიკითხე. ერთი რაღაც ვიდეო ვნახე, თვითონ ყვება მისი რა ქვია Reservoir Dogs-ის გადაღების თემატიკაზე. ის პოლიციელი რო ბაგაჟნიკში მართლა და დაჭერილი იმან თხოვაო რომ მოდიო როლში რო შევიჭრაო ერთი წრე დამარტყმევინეო საბარგულშიო რა რომ უფრო შევიდეო და მოყვა როგორ რაღაცა საათნახევრის განმავლობაში ატარებდა აქეთ-იქეთ ძალიან ისე უხეშად და ცუდ გზებზე რომ ანუ მე მართლა კადრი რო არის ან ბუნებრივი და რეალური ბუნებრივად გამწარებული რომ ამოსულიყო იქიდან ძალიან ისეთ სახასიათო როლი აქვს ბევრი როლი არა აქვს სხვათა შორის ანუ როლებიც და რაღაც ისეთი მარტო ტარანტინოს ფილმებში მაგრამ ანუ ყველა როლში რაღაცნაირად ანუ ისეთი რაღაცა ენერგეტიკის სახიობი არის დონი ბრასკოშის თამაშობს ყველა მაშინ როლში რაღაცნაირად უარყოფითი პერსონაჟის მიუხედავად რაღაცა მაგურებელი ქარიზმატულობიდან გამომდინარე მისადმი რაღაც ძალიან ყველა ყოველთვის იყო კარგად განწყობილი რა ძალიან სევდიანი თვალები ქონდა რა არა პირიქით საერთოდ არ ქონდა სევდიანი არა იმისი იცი როგორი თვალები ქონდა ზვიგენ ხო აი რაღაცა სინიკური ცივსისხლიანი სარკასტული კი ისე რასაც დავაკვირდე ეს პირველი ეპიზოდი მეორე ეპიზოდი და მინიმუმ ერთ მკვდარზე სულ ამბობდა რაგაც ხوار გავარუბრიკოთ და ერთი საინტერესო მკვდარზე დენი ვილნევი გადაიღებს მომდევნო ჯეიმს ბონდს იქნება რეჟისორი. ძალიან კაი ამბავია ეგ, იმიტომ რომ დენი ვილნევი არის დღეს ყველაზე მაგარი რეჟისორი ნოლანთან ერთად. ხო. მაგარი ფილმები აქვს ისეთი როგორც არის სიკარიო, ასწორებს. Arrival ქართულად არის ჩამოსვლა და კიდე მაგარი ფილმები აქვს ხა მიზარება გახა. დიუნებია კიდე მაგისი და ანუ დიუნ მესამეს იღებს და პარალელურად გადაიღებს ჯეიმს. ხომოდ ჯეიმს ბონდი არ აქვს, არ ყავთ შერჩეული. თვითონ ჯეიმს ბონდი. ხო, იმიტომ რომ ეძებენ 30 წლამდელ ახალგაზრდას და ფიქრობენ ჩვენ გადავწყვეტთ მაგას ჩვენ ძალიან სამწუხარო. მაგრამ ვილანებზე შეგვილია. იქ 30 პლუსია? კი. მოშწოდ. მე მაგ კერჩე პოლარული ინფორმაცია გავრცელდა რომ შეიძლება რეზი არ ველაცეინა. კარგი ჯეიმს ბონდის როლზე. ჯეიმს ბონდის როლზე არა ვილანის რა. რეზი არ ველაცეს რატო უტყევს. არაფერი ისე უბრალოდ გვინდა რომ მოვიდეს. არა სიყვარული ისი აი მინდა რომ შემდეგში კიდევ შევეხები რეზი არ ველაცეს. სანამ არ მოვა? სანამ არ მოვა? კი ბატონო. რეზი აჩის რომ შეეხოს სურათი რო არის ჩვენ რო გვიყვარს ის სურათი რო არის კი ხარ სურათი. ეგამოვანა და ვერ ვიპოვე ეგ ფოტო. ვერ ვიპოვე, მაგრამ მინდა რომ შემდეგ გადაცემისთვის რეზი ხომ გამოგიგზავნოს ეს სურათი აქ თვითონ მოვიდეს და ამბობეჭდილი მოი
ფლეშკიდან რუსეთის ამბებზე ვსაუბრობთ, ანუ რენო და მოსკვიჩთან ერთად არ შეიძლება რომ არ გავაჭიროთ ის ფაქტი, რომ გუშინ დაიცვა, ხანძარი გაჩნდა რუსეთის ერთ-ერთ ცნობილ საპყრობილეში ბელი-ლებეძში. ბიჭები როგორ არიან? ბიჭო, არავინ არ დამწვარა. იცი რატო? იცი ვინები დაიცვა? არავინ, ბიჭო, კაი ბიჭები არ იცოდი. ოზები. ბობტობოზები ამოიბუგნეს. აბა რა, საუს. მოკლედ ნელა ჩვენი ბუნკერი წევამდე დაცვამდე. ნეკროლოგში გადადის. დაგვიჩვენებენ. ცოტა ნეკროლოგს ემსგავსება და ამიტომ მოდი გადავიდეთ მორიგ სახლაზე წაეტრი აქედან. რა კარგად დაგვაჭდა. წაეტრი ჩემი ოთახი. ზუსტად ჩაჭდა. კარგი შეჩემა რატო ვაკეთებ? არა, ეს მინდა რომ სუდად შედის. არა უშავს ამოუჭათ ის მან, ეს ხო ამოუჭათ. ახლა ზღოლერ ყველაფერი იჭრა. ეს არ ჩავსვათ ეს რა ის მინდა რომ რაღაცა ჩამოუჭათ. გადატიხოს უნდა და თავის პატარა გადაცემა ეკნება. აი აკეთე. ლეპტოპიც მაქვს, აგერ თუ რამეა, მეორე ლეპტოპი, მაინც ჩიქებით გადავიდა. შემოატრია. მოდი გადავიდა. მაინც რა შემოატრია. ვერ მოითმია. არა. ჯეჯერებით არა. ხადი წაეტრი აქედან, ეს იყო პირველი სიტყვები, რომლითაც ბერმან ნიკოლოზმა მრავალწლიანი საჯარო დუმილი დაარღვია. მეფე ნარიმანზეა საუბარი. ხო. რა შეიძლებოდა გამხდარიყო ამის მიზეზი, რომ აი ამდენი ხანი რომ არ საუბრობ, ხმას არ იღებ, როგორ შეიძლება ვიღაცამ გაგაღიზიანოს, რომ ამ ფორმით ამოიღო. აი მე ისი რა მაინტერესებს, ეს ადამიანი, ეს პიროვნება თავისი რაღაცა რელიგიურ წამსის გამო, ანუ ქრისტიანია ჩვეულებრივად, ხო? ერთმანეთია, ხო? მართა არის გულწრფელი კითხვა. და თავის ნებით ადგა და იმას დუმარებაში გადავიდა. და ხალხი რატომ იდის იქ? მე მაგას. ბიჭო, აი რავი ახ სხვა თემა. რაღაცა ის რაღაცა ისტორია უძღოდა ამ ყველაფერს წინ, რის გამოც არ ვიცი რის გამო, არც მე, ანუ სასულიერო პირობიდან მოკვეთეს. სასულიერო პირობიდან მოკვეთეს და ეს იყო იმდენად გახმაურებული ამბავი, რომ ამ თემატიკასთან დაკავშირებით აქედან გამომდინარე წავიდა დუმარებაში და შესაბამისად ამ გახმაურებიდან გამომდინარე რაღაცა რეულს გაყვა. ბრეული გაყვა, ხო, გასაგები. და იქ მიდიან პარკებს არნობენ, მიაქვს საჭმელი, მოაქვს საჭმელი. ხო, მაგრამ ეგ არ არის. ვიდეო მაგ პარკებს რო ართმევს რა. ლურჯი პარკი ჩემია, თეთრი პარკი შენი. მაგაზე მე სიმღერა. ან დუმილი მაგიტო დაარღვია ამ ფრაზით. ანუ ჩემი მოვიწვიოთ. და ჩუმად იჯდეს. ხარ გავიკო მაგის. არავითარი დანდობა. არავით ნულოვანი ტოლერანტობა. ჰიპერტაიმეზია. ჰიპერტაიმეზია. ასევე ცნობილი როგორც ძალიან მაღალი ავტობიოგრაფიული მეხსიერება. ჰიპერტაიმეზია. ზოგადად როგორი ლოგიკური გადასვლა. გადასვლა იყო ძალიან კარგი. კარგი გადააკეთე. ძალიან კარგი წავყვანი ყავს. ინა მონტაჟი და კოქტეილები. და ეხლა მე მინდა რომ გადავიდეთ ჩვენს ეროვნულ რუბრიკაზე, ექსპერიმენტულ რუბრიკაზე, რომლის წარმდგენიც არის თეიმურაზ ჭაბუკიანი. გთხოვთ ეროვნული რუბრიკა. ამოვირჩიეთ დღევანდელ გადაცემაში საფრანგეთის გარშემო ვიტრიალებთ. საფრანგეთის მშობლები, საფრანგეთის წასულები. ეს გამოგვიყვება. და საინტერესო ფაქტები. საინტერესო სასაცილო ფაქტები, არასაინტერესო ფაქტების მათ შორის. გინდათ? არა, ირაკლიმ გადახედავს, მე რამოდენიმე ისედაც არ მინდა, მე არაფერს გადახედავ, ვერაფერს ვერ ხედავ ისედაც. ეს იყო საფრანგეთი. ეს იყო საფრანგეთი, გირჩევთ რომ იმოგზაუროთ. აი, ბუკა დაიწყე საფრანგეთზე. საფრანგეთზე. დავიწყოთ საფრანგეთზე.